რატომ არ ითამაშებს თორნიკე შენგელია უკრაინასთან მატჩს ნოემბერში საქართველოს საკალთბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს ჩაატარებს. ამ თამაშების წინ ჩვენს გუნდზე უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა და გაირკვა, რომ თორნიკე შენგელია უკრაინასთან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. სანაკრებო ფანჯარა ოფიციალურად FIBA-ს დადგენილი წესებით 25 ნოემბრიდან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბებს, თუ კი ამ თარიღამდე თამაში აქვთ, შეუძლიათ კალათბურთელი არ გამოუშვან და ეს, ასეც არის. უმეტეს ქვეყნებში, სადაც ჩვენები თამაშობენ, ტურის მატჩები შაბათ-კვირასაა და შესაბამისად გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მათე ხატიაშვილი, გიორგი კორსანტია და თად მაკფადენი ნაკრებში 24-25 ნოემბერს ჩამოვლენ. თორნიკე შენგელიას თემა სულ სხვაა. მისი კლუბი ბარსელონა ევროლიგაში თამაშობს, რომელიც 26 ნოემბერს ფრანგულ ვილერბანს მასპინძლობს. ეს მატჩი რომ დაიწყება 9 საათში საქართველოში უკვე უკრაინასთან თამაშის დღე, 27 ნოემბერი დადგება, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელს ხდის ჩვენი ნაკრების კაპიტნის თბილისში თამაშზე ჩამოსვლას, იუწყება ფედერაციის ვებ-გვერდი. მაშასადამე თორნიკე შენგელია უკრაინასთან მატჩს გამოტოვებს, მაგრამ ჩვენი კაპიტანი 30 ნოემბერს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ეროვნულ გუნდთან ერთად იქნება.